შეერთებული შტატები ყველაზე დიდი ნავთობის მწარმოებელი და სიდიდით მეორე ნავთობის ექსპორტიორია მსოფლიოში და მაინც დონალდ ტრამპი მუდმივად საუბრობს ნავთობზე. Drill, baby, drill. We should have taken the oil. ამ ბოლო დროს კი ვენესუელაზე. We're gonna keep it. თუ გიფიქრიათ, რაში სჭირდება ამერიკას სხვა ქვეყნების ნავთობი, როცა საკუთარით საკმარისზე მეტი აქვს. დღეს სწორედ ამას განვიხილავთ. შემოწმე ხარ თუ არა ჩემი გამომწერი და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ნავთობი მხოლოდ ბენზინი არ არის. ის გამოიყენება ტრანსპორტში, პლასტმასში, ასფალტში და დიახ, კოსმეტიკაშიც კი. მაგრამ ყველა ამ პროდუქტის შესაქმნელად ნავთობის სხვადასხვა ტიპია საჭირო. წარმოიდგინეთ შოკოლადი. არსებობს შავი, რძიანი, თეთრი და მათი უსასრულო ვარიაციები. ყველა შოკოლადია, მაგრამ სხვადასხვა გემო, სტრუქტურის და დანიშნულების. ნავთობის შემთხვევაშიც ასეა. ნედლი ნავთობი, რომელიც მიწიდან მოიპოვება, განსხვავდება სიმკვრივით, გოგირდის შემცველობით და თხევადობით. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით კი ნავთობის ხარისხი იზომება მსუბუქი დაბალგოგირდიანიდან მძიმე მაღალ გოგირდიანამდე. დღეს მსოფლიოში 160-ზე მეტი ტიპის ნედლი ნავთობია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კი კონკრეტული ნავთობის ტიპებზეა მორგებული. ზოგადად ითვლება, რომ მსუბუქი ნავთობის გადამუშავება უფრო ადვილია. ეს არის ნავთობის ის ტიპი, რაც შემდეგ მაგალითად ავტომობილებისა და თვითმფრინავების საწვავად გამოიყენება. გადამუშავებული მძიმე ნავთობისაგან კი ამზადებენ გემების საწვავს, ასფალტს, ტუჩსასხებს და სხვა. ეს განსხვავებები კი ფასზეც აისახება. მსუბუქი ნავთობი გოგირდიანზე უფრო ძვირია და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი ამერიკის ნავთობპოლიტიკის უკეთ გასაგებად. 2025 წელს შეერთებული შტატები დღეში 13 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს ყიდდა, მაგრამ ამავდროულად შიდა მოხმარების დაახლოებით 30-35% სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდა. მაშინ რატომ ყიდის და არ იტოვებს ამერიკა სრულად თავის ნავთობს, თუ ის ასე სჭირდება? იმიტომ რომ ამერიკული ნავთობის 80% მსუბუქია, მაგრამ ამერიკული ქარხნების თითქმის 70% მძიმე ნავთობის გადამუშავებაზეა მორგებული. მე-20 საუკუნეში შეერთებული შტატები ძირითადად იღებდა ნავთობს ლათინური ამერიკიდან და კანადიდან. ეს ნავთობი კი იყო მძიმე და გოგირდიანი. შესაბამისად, ქარხნები სწორედ ამ ტიპზე აიგო. 2000-იან წლებში ტექნოლოგიურმა რევოლუციამ შესაძლებელი გახადა ფიქლოვანი შრეები და მსუბუქი ნავთობის მასობრივი მოპოვება ჰორიზონტალური ბურღვის საშუალებით. ეს ტექნოლოგია კი 2010-იან წლებში საგრძნობლად გაფართოვდა, რის შედეგადაც შეერთებული შტატები დღეში მილიონობით ბარელ მსუბუქ დაბალგოგირდიან ნავთობს აწარმოებს და მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზეც გააქვს. იქიდან გამომდინარე, რომ არსებულ მძიმე ნავთობზე მორგებული ქარხნების გადაკეთება უკიდურესად ძვირი პროცესი იყო, აშენდა ახალი, მსუბუქ ნავთობზე გათვლილი ინფრასტრუქტურა. ძველი ინფრასტრუქტურა კი ისევ დარჩა. შესაბამისად, ამერიკისათვის ეკონომიკურად უფრო მომგებიანია მძიმე ნავთობის ყიდვა იაფად და მსუბუქი ნავთობის გაყიდვა ძვირად. ამიტომაა შეერთებული შტატები დაინტერესებული მძიმე ნავთობის მომპოვებელი ქვეყნებით, როგორიცაა ვენესუელა. შევხედოთ ტოპ 10 ქვეყანას ნავთობის მარაგების მიხედვით. მათგან ბევრი მოიპოვებს მძიმე ნავთობს, 3 კი ვენესუელა, ირანი და რუსეთი შეერთებული შტატების სანქციების ქვეშაა. ამის მიუხედავად, ვენესუელური ნავთობის მცირე ნაწილი მაინც ხვდებოდა შეერთებულ შტატებში. ეს კი იმიტომ, რომ ისტორიულად ვენესუელას ნავთობის ინდუსტრია ამერიკულმა კომპანიებმა ააშენეს და ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ურთიერთობა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. 1976 წელსაც კი, როდესაც დაიწყო ვენესუელური ნავთობის უცხოური კომპანიებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა და შეიქმნა დღევანდელი წამყვანი სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA, კარაკასმა დადებითი ურთიერთობა შეინარჩუნა ვაშინგტონთან. ყველაფერი 1999 წელს შეიცვალა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა სოციალისტური ლიდერი უგო ჩავესი. ეს ის ადამიანია, ვინც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ჩავეზმა დაიწყო ინდუსტრიის მკაცრი ნაციონალიზაცია და უცხოური ნავთობ კომპანიების შევიწროება, რაც ბუნებრივია, შეერთებულ შტატებს აღარ მოეწონა. 2007 წელს ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა ვენესუელა, მაგრამ იქ დარჩა ამერიკული ნავთობ გიგანტი შევრონი, რომელიც დღეს ერთადერთი მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ვენესუელაში ოპერირებს.
Chevron-მა თავისი მცირე წილი დაიტოვა სახელმწიფო კომპანიასთან პარტნიორობით და შეინარჩუნა საკუთარი ინფრასტრუქტურა, კადრები და იურიდიული უფლებები, რაც დღეს ამ კომპანიას უნიკალურ გეოეკონომიკურ პოზიციაში ამყოფებს. თუმცა ამას მოგვიანებით დაუბრუნდებით, ამიტომ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უყურეთ. როცა 2013 წელს უგო ჩავესი გარდაიცვალა, პრეზიდენტი გახდა ნიკოლას მადურო, რომელმაც ჩავეზის კაცრი ნავთო პოლიტიკა გააგრძელა. 2014 და 2019 წლებში მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა ვენესუელას ორი ამერიკული ნავთობ კომპანიისათვის, ExxonMobil-ისა და ConocoPhillipsისათვის მილიარდობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ 2007 წლის ნაციონალიზაციის დროს ამ კომპანიებს სამართლიანი ანაზღაურების გარეშე უკანონოდ ჩამოერთვათ აქტივები. თუმცა ზარალი დღემდე არავის აუნაზღაურებია. სწორედ ამას გულისხმობს ტრამპი, როცა ამბობს, რომ ვენესუელამ ამერიკას ნავთობი მოპარა. We built Venezuela oil industry with American talent, drive and skill, and the socialist regime stole it from us. 2025 წლის ბოლოს ვითარება მკვეთრად გამწვავდა და 2026 წლის დასაწყისში ამერიკელებმა დააკავეს ნიკოლას მადურო, ოფიციალური მიზეზი ნარკოტერორიზმი. და აი რა თქვა ტრამპმა მადუროს დაკავების შემდეგ. We're going to have our very large United States oil companies, the biggest anywhere in the world, go in, spend billions of dollars, fix the badly broken infrastructure, the oil infrastructure, and start making money for the country. თუმცა სანამ ვაშინგტონის სანქციებით ზეწოლას ახორციელებდა, ვენესუელაში სხვა ძალები შევიდნენ და ყველაზე აქტიურად ჩინეთი. ბოლო ათწლეულის სანქციებმა ვენესუელაში ვაკუუმი შექმნა, რომელიც შეავსეს რუსეთმა, ირანმა და განსაკუთრებით ჩინეთმა. 2025 წელს ჩინეთს დღეში 9 მილიონ ბარელამდე შემოჰქონდა ვენესუელადან, რაც ჩინეთის საზღვაო გზით შემოტანილი ნედლი ნავთობის 4.5%-ია. სხვადასხვა ცნობებით, ჩინელმა ინვესტორებმა 2016 წლის შემდეგ ვენესუელას ნავთობის სექტორში 2.1 მილიარდი დოლარი ჩადეს და ისინი იმ მცირერიცხოვან უცხოურ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც ქვეყანაში საქმიანობას დღემდე აგრძელებენ. ვენესუელას ასევე ჩინეთის უზარმაზარი ვალი აქვს. 2007-2017 წლებში პეკინმა კარაკას 60 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რაც ლათინურ ამერიკაზე გაცემული ჩინური სესხების თითქმის ნახევარია. ეს ყველაფერი კი ჩინეთის სარტყელი და გზის პოლიტიკის ფარგლებში, რაზეც ჩვენს მაყურებელს უკვე ბევრი სმენია. თქვენ კი თუ ჯერ ისევ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რათა არ გამოგრჩეთ მსოფლიოს ყველაზე კრიტიკული გეოპოლიტიკური ძვრები. სწორედ მსგავსი ძალების გავლენის შესუსტება სურს ტრამპის ადმინისტრაციას დასავლეთ ნახევარსფეროში, დონროს დოქტრინის ფარგლებში, რაც პირდაპირ წერია ტრამპის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაში, როგორც ამ ეპიზოდში განვიხილეთ. მიუხედავად უზარმაზარი მარაგებისა, ამჟამად ვენესუელა დღეში მხოლოდ 1 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც მსოფლიო ნედლი ნავთობის წარმოების 1%-ზე ნაკლებია. ინფრასტრუქტურა დანგრეულია, დაუფინანსებელი და ნაწილობრივ თავიდან ასაშენებელი. რეალისტურად, ვენესუელური ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებას წლები დასჭირდება. ამიტომაც, ამერიკული ნავთობ კომპანიები ამ ამბავს არც ისეთი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, როგორც ერთი შეხედვით გვეგონა. დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს დაკავებიდანვე რამდენიმე დღეში შეკრიბა ამერიკელი ნავთობ მაგნატები თეთრ სახლში, სადაც წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად ვენესუელაში სერიოზული რეფორმებია საჭირო. თუმცა ტრამპის თქმით, ამერიკული კომპანიები მზად არიან 100 მილიარდიანი ინვესტიცია ჩადონ ვენესუელას ნავთობ ინდუსტრიის აღდგენაში, თუ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს. ExxonMobil-ისა და ConocoPhillipsის ხელმძღვანელებმა ამ საკითხში უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს. ეს ის კომპანიებია, რომლებსაც უგო ჩავესის პრეზიდენტობისას აქტივები ჩამოართვეს და კომპენსაციაც არ გადაუხადეს. ExxonMobil-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრამპს განუცხადა, რომ ამჟამინდელ ვენესუელაში ინვესტირება შეუძლებელია, თუმცა კომპანიამ მზად არის ადგილზე გაგზავნოს ტექნიკური გუნდი სიტუაციის შესაფასებლად. ConocoPhillipsის აღმასრულებელი დირექტორის თქმით კი, ვენესუელას საბანკო სექტორმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ვალის რესტრუქტურიზაციაში და მილიარდობით დოლარის დაფინანსების უზრუნველყოფაში ინფრასტრუქტურის აღსადგენად. მან ასევე მოითხოვა სახელმწიფო ნავთობ კომპანიის PDVSA-ის რესტრუქტურიზაცია. მაგრამ დაუბრუნეთ Chevron-ს, რომელიც უნიკალურ მდგომარეობაშია, როგორც
ერთადერთი მოქმედი ამერიკული ნავთობ კომპანია ვენესუელაში. Chevron's უკვე აქვს მოპოვების გაორმაგების და წარმოების 50%-ით გაზრდის გეგმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში. თუმცა ამერიკული კომპანიების დაბრუნებას ვენესუელაში მაინც დიდი წინაღობები აქვს წინ. ჯერ არ ვიცით, ვინ ჩაანაცვლებს მადუროს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში და არ არსებობს გარანტიები, რომ მომდევნო მთავრობები ისეთივე პრობლემებს არ შეუქმნიან კომპანიებს, როგორც უგო ჩავეზი და ნიკოლას მადურო. ამიტომ კომპანიები სიფრთხილით ეკიდებიან მულტიმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას ამჟამინდელ არასტაბილურ ვენესუელაში. ამ ყველაფრიდან კი ერთი რამ თვალსაჩინოა. მიუხედავად სამყაროს მწვანე ენერგიაზე გადასვლის მცდელობებისა და კრიტიკული მინერალების როლის გაზრდისა, ნავთობი მაინც რჩება მსოფლიო ეკონომიკის და გეოპოლიტიკის ცენტრად. ვენესუელა კი ამის უახლესი მაგალითია. მსოფლიოში მოვლენები სწრაფად ვითარდება და ცნობისთვის მათ ანალიზს უკვე წელიწადზე მეტი აქვს თავაზობთ. მაგრამ როგორ უნდა ამოარჩიოთ ამდენ ინფორმაციაში თქვენთვის საინტერესო ამბები? ამისათვის უნდა ეწვიოთ ჩვენს ინტეგრირებულ ვებგვერდს fyigeo.com. ჩვენი საძიებო სისტემით ერთ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ ვიდეოც, სტატიაც და აუდიო ვერსიაც თქვენთვის სასურველ თემაზე. უფრო მრავალფეროვანი კონტენტისთვის კი გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე და Spotify-ზე. მისამართი ყველგან იგივეა FYI, ანუ ცნობისთვის ინგლისურად შემოკლებით და GEO, საქართველოს და გეოპოლიტიკის შემოკლება. YouTube-ზე კი ამ ღილაკზე დაჭერით, მარტივად შეძლებთ ჩვენი არხის გამოწერას. მადლობა ერთგულ მაყურებელს, შევხვდებით ამ ვიდეოში, სადაც კრიტიკული მინერალების გეოპოლიტიკაზე ვსაუბრობ.